საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩემო პატარებო. ვაგრძელებთ ასობგერების შესწავლას, ანბანის შესწავლას და აბა გაიხსენეთ ჩვენ წინა გაკვეთილზე, რომელი ასობგერა შევისწავლეთ. დიახ, ეს იყო ასობგერა D. დღეს ვაგრძელებთ ჩვენ ისევ თანხმოვან ასობგერის შესწავლას, რომელსაც ქვია G. აბა დააკვირდით კარგად. G ასობგერა ანბანის რიგის მიხედვით 23-ია და მას სახელი ქვია. მისი სახელია ღანი. ღანი ასოა ღვთიური. ღანი ხომ ერთადერთია. დაბლა მხელვარე სხვაა და მაღლა მაღალი ღმერთია. აი ეს ლამაზი სიტყვები მიუძღვნეს ღანს. დავამაგრებ ახლა დაფაზე მე ამ ასობგერას და თქვენ კარგად დააკვირდით. G ასობგერაზე დაწყებული სიტყვები და სიტყვები რომელიც შეიცავს G ასობგერას თქვენ არ უნდა გაგიჭირდეთ, ხო? აბა დავასახელოთ. ღამურა, ღამე, მაღალი, საღამო და ასე შემდეგ. უამრავი სიტყვის დასახელება შეიძლება. ეხლა დააკვირდით კარგად, დაფაზე მოცემულია რებუსი, ბავშვებო, ნახეთ. რებუსი არის მარცვლით და საგნის სურათით უნდა ავაწყოთ სიტყვა. ხანდახან რებუსებით იწყობა წინადადებებიც, არა? აი ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავაწყოთ სიტყვა და ზუსტად აი ამ სიტყვაში მონაწილეობს ასობგერა G-ც. აბა დააკვირდით, რომელი მარცვალია აი აქ და წავიკითხოთ აბა ერთად ფუღ. აი ეს რა არის? აბა თუ დააკვირდებით კარგად, მიხვდებით რომ ეს არის ურო. ხო? ურო ხო ჩვენ ხო ვისწავლეთ, ურო არის იგივე ჩაქუჩი. ოღონდ დიდი ფორმის ჩაქუჩი, ხო? დიდი ნივთებისთვის იყენებენ არა უროს. აი ზუსტად ეს არის ურო. და თუ შევაერთებთ ჩვენ მარცვალს, ფუღს და აი ამ სურათის სახელწოდებას უროს მივიღებთ სიტყვას ფუღურო. აი ახლა მე მოვხსნი უროს და აი ამის ნაცვლად დავამაგრებ უროს. იმიტომ რომ ეს იყო ურო, არა? ნახეთ ბავშვებო. ესე იგი ჩვენ ეს რებუსი უკვე ამოხსნილი გვაქვს. გამოვიდა სიტყვა ფუღურო. ფუღურო იცით რა არის? ფუღურო არის აი ამოღრუტნული ადგილი. ფუღურო შეიძლება ქონდეს კედელს, შეიძლება ქონდეს ქვას, შეიძლება ქონდეს მიწას, შეიძლება ქონდეს ხეს. აი დღეს ჩვენ ზუსტად აი ფუღუროზე, ხის ფუღუროზე ვისაუბრებთ. აი ერთ ლექსს გეტყვით მე თქვენ რომ უფრო ფუღურო კარგად დაიმახსოვროთ. აი ხის ფუღუროში ცხოვრობს ციყვი ძირითადად არა ბავშვებო. ასევე ხის ფუღუროში ფუტკრები იბუდებენ და იქ თაფლს ამზადებენ. აი ესეთი ლექსი მინდა სახალისო გითხრათ, სადაც ფუღურო სიტყვა მონაწილეობს და იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ ეს ლექსი. დიდი დათვი დრუნჩიანი, დუდღუნა და დანდალაო, ფუღუროში შემძრვალა და თაფლის ჭამით დამთვრალაო. აი ესეთი ლამაზი ლექსია, სადაც ფუღუროს სიტყვა გვესმის, ხო? აქ და თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ეს ლექსი. კარგით, მაშინ სადამე ფუღურო გავიგეთ უკვე რაც არის, ხო? სიტყვის მნიშვნელობა. აი ეს სიტყვა დავმარცლოთ ახლა რამდენ მარცვლიანია. ფუღურო. აი სამ მარცვლიანი სიტყვაა ფუღურო. სამ მარცვალი იმიტომ არის რომ აქ არის სამი ხმოვანი. ეს ხმოვნებია უ და ო. კარგით, მოდით ახლა აი ამ სიტყვას ჩვენ აღარ შევცვალოთ, ასობგერები არ შეუცვალოთ და უბრალოდ დავამატოთ კიდევ ერთი სიტყვა და სიტყვისგან მივიღოთ წინადადება. აი მაგალითად ფუღურო როგორი შეიძლება იყოს? ფუღურო შეიძლება იყოს მაგალითად ღრმა, ხო? მოდი დავწეროთ ეს სიტყვაც მაგნიტური ასოებით. აი და ა. ფუღურო ღრმა. აი გამოგვივიდა ორ სიტყვიანი წინადადება. თქვენ წააწყეთ მაგნიტური ასოები გექნებათ თუ მოძრავი ასობგერები გექნებათ, შეგიძლიათ აი მოძრავი ანბანი დააწყოთ აი ეს წინადადება. ფუღურო ღრმა. ნახეთ ჩვენ ორივე სიტყვაში შევხვდა ასობგერა G. აი პირველ სიტყვაში შევხვდა ასობგერა G მესამე, აი ნახეთ პირველი, მეორე, მესამეა.
ხოლო მეორე ასეულ სიტყვაში შევხვდა პირველი ასობგერა ღ. აი ამ ეს სიტყვაც ორმარცვლიანია ბავშვებო, ნახეთ, ღრმა არის ერთი მარცვალი და ა არის მეორე მარცვალი. ერთი ასობგერა არის მეორე მარცვალი, ხო? აქაც ორი ხმოვანია და ორმარცვლიანია, ამიტომაც. კარგით, ეხლა მოდით გადავიდეთ ტექსტის კითხვაზე, ხო? აი ზუსტად ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ფუღუროს შესახებ და ზუსტად ფუღუროზეა ჩვენი დღევანდელი ტექსტი. აი ნახეთ, ხე არის აი ამ სურათზე, ხატია ხე და აი აქ არის ფუღურო, ხის ფუღურო, რომელიც მე თქვენ აგიხსენით. ამიტომაც წერია სიტყვა ფუღურო. პირდაპირ ვამბობთ ფუღურო. ეხლა მარცვლავთ ფუღურო. აი სამმარცვლიანი. ეხლა ასობგერებად წავიკითხოთ. ფ უ ღ უ რ ო. ასობგერა ღ. ეხლა გადავიდეთ სიტყვების წაკითხვაზე. ოღონდ ეს სიტყვები დამარცვლით არის ჩაწერილი. კო ღო. კოღო ხომ იცით რაც არის მწერი, ხო? მავნებელი მწერი. ღომი. ღომი მცენარია ბავშვებო, ღომი რომლისგანაც ამზადებენ საკვებს, ღომს, ხომ, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. ღამე. ორმარცვლიანია ღამე, ღამე იცით რაც არის. ღამურა. აი სამმარცვლიანი სიტყვა. ღამურა იცით რა არის ბავშვებო? ღამურა არის ფრინველი. ღამის ფრინველი. არა, დღისით ვერ ხედავს და ის მხოლოდ ღამღამობით დაფრინავს. დღე. აი ერთმარცვლიანი სიტყვაა დღე. ზღვა. ესეც ერთმარცვლიანია. ეხლა გადავიდეთ წინადადებების კითხვაზე. ღამურას ღამით ღვიძავს. აი, სამსიტყვიანი წინადადება და სამივე სიტყვაში შევხვდა ღ ასობგერა, ნახეთ ბავშვებო, დააკვირდით, გავაგრძელოთ, იგი ღამე დაფრინავს. აი, მეორე სიტყვაში შევხვდა ღ ასობგერა, გავაგრძელოთ, ზამთარში ღამე დღეზე დიდია. აი, 4 სიტყვიანი წინადადება. იმიტომაც მალე ღამდება ხოლმე არა ბავშვებო ზამთარში, ზაფხულში პირიქით, დღე უფრო დიდია ვიდრე ღამე. აი ზუსტად ეს წერია აქ, ზამთარში ღამე დღეზე დიდია. გავაგრძელოთ ზამთარში მზე გვიან ამოდის და ადრე ჩადის. ამიტომაც ღამდება ხო, ადრე რომ გვიან ამოდის და ადრე ჩადის და მალე დგება ღამე. აი ეს წინადადება ბავშვებო დააკვირდეთ, ჩვენ პირველად შევხვდა უკვე მრავალსიტყვიანი წინადადება, აი ამდენი სიტყვა რომ იყოს. 1 2 3 4 5 6 7 სიტყვიანი წინადადებაა. დააკვირდით კარგად? აი აქედან ჩანს რომ წინადადება შეიძლება იყოს როგორც 1 სიტყვიანი, ასევე 2 სიტყვიანი, 3 სიტყვიანი და მრავალსიტყვიანი. გავაგრძელოთ კითხვა. ეს რეზოს ეზოა. აი სამსიტყვიანი წინადადებაა. ეზოში სასიმინდე და საღორეა. ეს არის 4 სიტყვიანი წინადადება. სასიმინდე და საღორე სოფელში აქვთ ხო ძირითადად ბავშვებო? სასიმინდეში სიმინდს ინახავენ, საღორეში კი ღორები ყავთ ხოლმე ხო? გავაგრძელოთ. მინდორში მუხა დგას. აი სამსიტყვიანი წინადადება. მას რკო ასხია. მუხის ძირას ღორია. ღორი რკოთი გაძღა და მინდორში გაგორდა. აი დააკვირდით რამდენი სიტყვიანი წინადადებაა ბავშვებო? 1 2 3 4 5 6 6 სიტყვიანი წინადადებაა.
ესეც მრავალსიტყვიანია, ხო? ანუ ერთ სიტყვაზე მეტი, სადაც არის სიტყვები, ის ყველა ორსიტყვიანი, სამსიტყვიანი და რამდენი სიტყვიანი არ უნდა იყოს, ყველას ქვია მრავალსიტყვიანი წინადადება. ეხლა გადავიდეთ სურათებზე. სურათების სიტყვებზე, რომელშიც შედის ეს ასობგერა, ჩვენი ახალი ნასწავლი ასობგერა. ეს არის ზღვა. ნახეთ ბავშვებო, ზღვაზე ყველა ყოფილხართ, ხო? ან სურათი გინახავთ, ვინც არ ყოფილხართ ზღვაზე, ხო? ძალიან სასიამოვნოა ზღვა. ნახეთ, აქ წერია ზღვა. ზღვა არ იმართლება, იმიტომ რომ მასში ერთი მარცვალია, ერთი ხმოვანია და ამიტომაც ეს სიტყვა ერთმარცვლიანია. გადავიდეთ შემდეგ სურათზე. ეს არის ღილი ბავშვებო. ნახეთ, დიდად ხატია ღილი. ფერადი ღილი, დაუმარცლოთ ღილი, ღილი. ორმარცვლიანია ეს სიტყვა და ღ ასობგერა შეხვდა პირველ მარცვალში. ეს არის ძაღლი. დააკვირდით კარგად? ძაღლი. ორმარცვლიანია ეს სიტყვაც. პირველ მარცვალშია ღ ასობგერა, მესამე არის, ნახეთ. შემდეგ არის კოღო. კოღო მე თქვენ ხო გითხარით, არის მავნე მწერი, რომელიც სისხლით იკვებება, ხო? ცხოველების და ადამიანების სისხლით იკვებება და ძალიან ვერაგია იგი. კოღო. ორმარცვლიანია ეს სიტყვაც. მეორე მარცვალშია ღ ასობგერა. შემდეგი სურათი არის ღამურა, ნახეთ ბავშვებო. ღამურა ძალიან გავს თავს. უბრალოდ ფრთები აქვს მას და ღამღამობით დაფრინავს და საკვებს მოიპოვებს ზუსტად ღამის საათებში. დავმარცვლოთ მოდით ღამურა, ღამურა. სამმარცვლიანია ეს სიტყვაც და პირველ მარცვალშია ღ. და მინდა დავამატო, რომ ღამურა ისევე როგორც კოღო, ესეც სისხლით იკვებება ბავშვებო. მისი ძირითადი საკვები არის სისხლი. სისხლს წოვს იგი. კარგი. შემდეგი სიტყვა მოდის ღუმელი. ნახეთ ბავშვებო, ეს არის ღუმელი. სადაც აწხვება, პური, ნამცხვარი, სხვადასხვა ტკბილეული, ხო? შეიძლება ხაჭაპურიც და ასე შემდეგ. გამოსაცხობი საგანია, ხო? სამზარეულო საგანი. მოდი ახლა დავმარცვლოთ სიტყვა ღუმელი, ღუმელი. სამმარცვლიანი სიტყვა ღუმელიც. კარგი. გადავიდეთ ახლა ჩვენ შემდეგ სურათზე. ეს არის თუ კარგად ხედავთ ლეღვი. ლეღვი ძალიან გემრიელი ხილია ბავშვებო, მაგრამ მისი მირთმევა ბევრი არ შეიძლება. ბევრი ნებისმიერი რამე მავნებელია, არა მარტო ლეღვი, არამედ ნებისმიერი რამ, თუნდაც სასარგებლო, ხო? მოდი დავმარცვლოთ სიტყვა ლეღვი, ლეღვი. პირველ მარცვალში შეგვხვდა ჩვენ ღ ასობგერა. და ბოლოს დაგვრჩა ჩვენ ერთი სურათი, რომელსაც ქვია ღობე. ღობე შეიძლება კონდეს ეზოს გარშემო შემორტყმული, რაღაც ნაგებობას გარშემო დაცული რო იყოს მისი ტერიტორია, ღობე შემოავლებენ ხოლმე, ხო? აქ ხატია ზუსტად ღობე. ღობე შეიძლება იყოს მაღალი, დაბალი, ვიწრო, განიერი და ასე შემდეგ, ბევრნაირი. მოდი დავმარცვლოთ სიტყვა ღობე, ღობე. აქაც პირველ მარცვალში შეგვხვდა ასობგერა ღ. კარგით. ახლა როგორც ჩვენ გვჩვევია, ესე აქ ჩვენ წინადადება გვაქვს და ეს წინადადება წავიკითხოთ ძალიან ყურადღებით და თან დავაკვირდეთ როგორ წერია ის ბადეში. მერე ჩვენც უნდა დავწეროთ ბადეში ერთი წინადადება. აბა ყურადღებით დააკვირდით. დოდო ქალის სახელია, თქვენ იცით ალბათ, ხო? კარგად, ნახეთ. კარგად მღერის. სამსიტყვიანი წინადადებაა. დოდო კარგად მღერის. ჩვენ დ ასობგერა შეგვხვდა, ღ ასობგერა შეგვხვდა მესამე სიტყვაში. ნახეთ. მღე პირველ მარცვალში. მღერის. სამსიტყვიანია ეს წინადადება. ეხლა გადავინაცვლოთ ჩვენ ასობგერის წერაზე, ხო? ბავშვებო, ღ ასობგერა, ისევე როგორც დ ასობგერა, ჩვენ წინა გაკვეთილზე შესწავლილი ასობგერა, მსგავსია, ძალიან გვარან ერთმანეთს, ისიც იწყება მთავარი უჯრის დაბლით უჯრიდან. აბა დააკვირდით კარგად ჩემი ხელის მოძრაობას, ნახეთ. ისევე როგორც დ, ღ-ც ორ უჯრაში ნაწილდება. პირველ ბრუნდებით ისევ მაღლა. ნახეთ. ერთი კბილონა
და ორი კბილანა. აი დ-ს ხო შევაერთებდით, აი ღ შემთხვევაში შეერთება არ ხდება. აი როგორც ი, ისეთი ფეხი უკეთდება. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აბა ყურადღებით შეხედეთ. ნახეთ, უკეთდება ფეხი. მერე უბრუნდებით მაღლა. აი ასეთი სახით იწერება ასე ბგერა ღ. კარგი, ეხლა მოდი დავწეროთ წინადადება, აი ჩვენთან კვადრატში მოცემულია წინადადება. ღამურაც ღამით ღვიძავს, ასეთი წინადადება შევხვდეთ ჩვენ ტექსტში, ხო? სადაც ღ ასობგერა სამივე სიტყვაში მონაწილეობს. და დავწეროთ ეს წინადადება. ღამურას ღამით ღვიძავს. მაშ პირველი სიტყვა გვესმის ღამურას. ღა მუ უსტერა ხომ გახსოვთ? ღამურას რას აი ასე დავწერეთ პირველი სიტყვა ღამურას, ახლა წერთ მეორე სიტყვას ღამით, გამოვტოვოთ ორი უჯრა, სიტყვებს შორის ხომ გვახსოვთ ჩვენ რომ ტოვებთ ხოლმე ორ უჯრას. რომ გამოიყოს სიტყვა ცალკე. ღა მით ღამით, დავწერეთ მეორე სიტყვა ღამით და მესამე სიტყვა არის ღვიძავს. გამოვტოვოთ კიდევ ორი უჯრა და დავწეროთ. ვი ძა ვ ს და დავსვათ წერტილი წინადადების ბოლოს. დავწერეთ სამ სიტყვიანი წინადადება. ღამურას ღამით ღვიძავს. თქვენც დაწერეთ ეს წინადადება და იმედი მაქვს, რომ თქვენ სხვა წინადადებებსაც მოიფიქრებთ იმ ასობგერებით, რომელიც ჩვენ უკვე ნასწავლი გვაქვს, ხო? კარგი. ეხლა მე მინდა თქვენ როგორც ჩვენ გვჩვევია, ანდაზა მინდა მოგასმენინოთ ღ ასობგერაზე დაწყებული და თან გავმარტოთ, ხო, რას ნიშნავს ეს ანდაზა. ასეთი ანდაზა არსებობს. ხარიბი კაცის დაპურება მადლიაო, ასე იტყვიან ხოლმე. აი რას ნიშნავს ეს ანდაზა, როდესაც ადამიანს უჭირს ძალიან და ის ძალიან ღარიბია და მას დაეხმარები დაპურება არა მარტო პურის ჭმევას ნიშნავს და საჭმლის მიწოდებას, არამედ სხვა დახმარებასაც ნიშნავს. ეს არის ძალიან დიდი ღვთიური საქმე. ანუ ამით ჩვენ კეთილი ადამიანები ვიქნებით თუ ღარიბებს დავეხმარებით. ამიტომ თქვენც უნდა იყოთ ძალიან კეთილები და პირველ რიგში სიკეთე უნდა გამოიჩინოთ ღარიბი და გაჭირვებული ადამიანების მიმართ. ხომ ასია? კარგი. ეხლა სანამ დაგემშვიდობებოდით ჩემო კარგებო, ისევ და ისევ მინდა მოგცემთ დავალება, სახლის საშინაო დავალება და ახალისო თანაც მოგეწონებათ დააკვირდით აბა კარგად დაფას, აი აქ არის ჩვენთან მოცემული ასეთი სავარჯიშო. დღევანდელი ჩვენი მასწავლი ასობგერის დასაწყისით, ანუ ღ ასობგერის დასაწყისით და მის შემდეგ ჩამონათვალი ხმოვნების შეერთების შემდეგ მივიღებთ რაღაცა მარცვლებს, ხო? აი მაგალითად ღა, ღე, ღი, ღო, ღუ. ეხლა თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ აი ამ მარცვლით უნდა ააწყოთ სიტყვები. აი მაგალითად ღა, მე. ჩვენ თუ დავწერთ აქ მეს, აი პირველ მაგალითს გიჩვენებ და დანარჩენი თქვენ შეასრულეთ სახლში. აი მ და ე. აი ნახეთ ღ, ა, მ, ე. გამოვიდა სიტყვა ღამი. აი აქ ჩავწერ მე ამ სიტყვას. ნახეთ? ღა მე. აი ნახეთ ღამე. ასე თქვენ შეგიძლიათ
ღეთი დაწყებული ნებისმიერი სიტყვა შეადგინოთ, აი მაგალითად ღელე შეგიძლიათ, ღერო შეგიძლიათ და ბევრნაირი სიტყვები შეგიძლიათ შეადგინოთ აი ამ მარცვლებით. მე იმედი მაქვს, რომ ამ დავალების შესრულება თქვენ არ გაგიჭირდებათ. კარგით. მე ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, ჩემო კარგებო და შეგახსენებთ, რომ შემდეგი ჩვენი შესასწავლი ასობგერა არის լ ასობგერა. დღეს გემშვიდობებით. ნახვამდის კარგად იყავით.